1 მილიონ ადამიანზე გასულ წელს გამოცემული წიგნების რაოდენობით საქართველოს მსოფლიო ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. ეკონომისტრი დაინტერესდა, რამდენად მარტივია საქართველოში საგამომცემლო ბიზნესი და რა პრობლემები აწუხებთ დღეს გამომცემლებს. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. საგამომცემლო ბიზნესში დღეისთვის 80-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. ბაზარზე კონკურენცია ბოლო რამდენიმე წელია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა არსებობს უარყოფითი ფაქტორებიც. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება წიგნის ფასზე ჯერჯერობით არასახულა, გამომცემლები ვარაუდობენ, რომ სავალუტო რყევა ფასებს გაზრდის. გამომცემლობა სიესტა ძირითადად ქართველი ავტორების შემოქმედებას ბეჭდავს. წიგნები ადგილობრივ სტამბებში იბეჭდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ქაღალდსა და პოლიგრაფიულ მასალებს თვითონ არ აწარმოებს, სტამბას შესყიდვა დოლარში უწევს. ლარის კურსის ცვლილება კი საბოლოო პროდუქტზე, ანუ წიგნის ფასზეც აისახება. ჯერჯერობით მარაგებს იყენებენ გამ სტამბები, თუმცა ალბათ რასაც შეიძენენ ახალი კურსით ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება საბოლოო პროდუქციაზეც. გამომცემლებისთვისაც გაიზრდება ფასი და მომხმარებლისთვისაც. საკმაოდ კონკურენტული არიანია ბაზარი, არიან დიდი მოთამაშეები, თუმცა გამომცემლობაზე და მის პოლიტიკაზე დამოკიდებული თუ რა ადგილს დაიკავებს, ის ბაზარის რა წელს დაიკავებს. ჩემი პირველი ქრესტომატია. მთლიანად ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსები აქვს შეტანილი. საბავშვო ლიტერატურით ვაჭრობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და წარმატებული ბიზნესია. მართალია მასშტაბები განსხვავებულია, თუმცა საბავშვო წიგნებს მკითხველი არც საქართველოში აკლია. გამომცემლობა ელფი ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობს. დირექტორის თინათინ დიდებულიძის განცხადებით, წიგნებზე ფასის მომატებას ვერც ისინი გაექცევიან. ვეჭდავთ უცხოეთში და აქედან გამომდინარე ის ჩვენი გვიხდით დოლარებს. ის დოლარი, რომელიც აქ უკვე მომატებულია და ბუნებრივია ეს ფასნამატი აისახება მაღაზიებში წიგნის ფასზე. გარდა ამისა, ბუნებრივი არის კონკურენცია ქართული წიგნის ბაზარზე და საკმაოდ სოლიდური კონკურენცია, რაც არის ძალიან კარგი, მაგრამ ამ გაძვირებას ვერავინ ვერ აცდება. იმისთვის, რომ საგამომცემლო ბიზნესი განვითარდეს, გამომცემლობების ინტელექტუალური საკუთრების უფლება არ უნდა დაირღვეს. სწორედ ეს პრობლემა აქვს დღეს საქართველოში რამდენიმე მსხვილ გამომცემლობას, მათ შორის ინტელექტს. სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების გავრცელება მართალია მშობლებს დანაზოგის გაკეთების საშუალება მისცა, თუმცა როგორც გამომცემლები აღნიშნავენ, პროექტი მათი უფლებების დარღვევით განხორციელდა. დღეისთვის 1 მილიონზე მეტი სახელმძღვანელო საწყობებში ინახება. გამოიწვია ის, რომ მოხდა მონოპოლიზება წიგნის სასწავლო მომსახურებისა და ჩვენს წიგნებს ბეჭდავენ ერთი და იგივე სტამბები სახელმწიფოს ხელშეწყობით. ასე რომ მონოპოლიები შეიქმნა ამ მიმართულებით და ჩვენ კერძო მესაკუთრეებს, ნამდვილ მესაკუთრეებს შეგვეზღუდა ჩვენი წიგნების განკარგვის უფლება. არსებული სიტუაციის მიუხედავად გამომცემლობები ფასის ზრდას მხოლოდ დასაბეჭდად გამზადებულ წიგნებზე ვარაუდობენ და მათი თქმით უკვე არსებულ ლიტერატურას ფასის ცვლილება სავარაუდოდ არ შეეხება.